და კვლავ ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რატომ აკრიტიკებს ყველაზე ხშირად ოპოზიცია ნარმანიას უწყებას. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშს ხვალ არასამთავრობო სექტორს წარუდგეს. მანამდე კი ჩვენს ეთერში შევიტყობთ, რას პასუხობს მინისტრი ოპონენტებს დავით ნარმანია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ჩაგვერთვება სამინისტროდან. ბატონ დავით, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ დავით, ხვალ თქვენ გაქვთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არასამთავრობო სექტორთან გექნებათ შეხვედრა, სადაც თქვენ უკვე საკუთარი საქმიანობის შესახებ წარუდგენთ ანგარიშს, ვისი ინიციატივით იმართება ეს შეხვედრა, რომ გითხრათ და რატომ დადგა ესე დღის წესში, ხომ არ უკავშირდება იმ ხშირ კრიტიკას, რომელიც თქვენი სამინისტროს მისამართით ისმის. პირველ რიგში აუცილებლად ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების მხრიდან კრიტიკა აშკარად შემცირდა, რასაც ობიექტური მიზეზი აქვს, იმიტომ რომ უკვე არის აქტიური სამუშაოების სეზონი, აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ გავშალით ფრონტი ყველა მიმართულებით და ყველა რეგიონში ხორციელდება პროექტები და პროგრამები ჩვენი სამინისტროს მიერ, რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნდნენ ამ ყველაფერში, რომ ჩვენ მართლაც ობიექტურად საქმეს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ეს კრიტიკა პრაქტიკულად აღარ ისმის ბოლო პერიოდში. მათ არც ადრე ჰქონდათ საფუძველი ამ ყველაფრისგან, მშვენივრად იცოდნენ, რომ ზამთარში სამუშაოები შედარებით ნაკლები მასშტაბებით მიმდინარეობს, თუმცა მათ ჭირდებოდათ მასალა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამინისტროს კრიტიკა ერთ-ერთი მასალა იყო მათთვის და სხვა არაფერი. რაც შეეხება ჩვენ ხვალინდელ შეხვედრის ინიციატორები ვართ ჩვენ, ანუ სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ კარგად ვიცით საზოგადოებრივ სექტორთან თანამშრომლობა რას ნიშნავს, კარგად ვიცით ის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი საქმიანობის შესახებ და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, იმისათვის რომ საზოგადოებრივმა სექტორმა თვითონ საზოგადოებამდე მიიტანოს ეს ინფორმაცია და გარდა ამისა ეს არ იქნება მხოლოდ სამხრივი შეხვედრა, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პროექტებს ვახორციელებთ და რა გეგმები გვაქვს. მოისმენთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი მოსაზრებების მოსმენაც იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვალით დანახული რეგიონები, საჭიროებები და ასე შემდეგ გავაანალიზოთ, მივიღოთ მათგან ინფორმაცია და გავითვალისწინოთ ჩვენ სამომავლო საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ პროდუქტიული და ღირებული შეხვედრა გვექნება. ბატონ დავით, სხვათა შორის ჩვენ ქონდა საშუალება შევხვედროდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელ საქართველოში, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია მისიის არის, რომ გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები. რა გაგრძელდება და ისევ მე არ მინდა, რა თქმა უნდა, თქვენ სწორი ბრძანეთ ბოლო პერიოდში შემცირდა კრიტიკა, მაგრამ რომელი პროექტების შეჩერა არაერთხელ გისაუბრიათ ამაზე, რომელ პროექტებზეა საუბარი, რომელსაც შეიძლება აღარ განხორციელდეს და ზოგადად რა გეგმები გაქვთ? მე ჩემივე ინიციატივით დაახლოებით 10 დღის წინ შევხვდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ აზიმ სადიკოს, რომელსაც მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან, მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით და გავაცანი ის პროექტები, რაც ხორციელდება, რომ მისიის ხელმძღვანელი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩვენ არც ერთი პროექტი არ შეგვიჩერებია და მივაწოდე ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელსაც ჩვენ ობიექტურად გადავხედეთ. როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ვისაუბრეთ ასევე სამომავლო გეგმებზე, რაც ჩვენს სამინისტროს გააჩნია. ანალოგიურად მე მსგავსი ინფორმაცია მივაწოდე რამდენიმე ქვეყნის ელჩს საქართველოში, მათ შორის ეს იყო შვეიცარიის ელჩი, ჩინეთის ელჩი და რამდენიმე სხვა ქვეყნის ელჩი, იმისათვის რომ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობამაც იცოდეს ინფორმაცია ჩვენი სამინისტროს საქმიანობებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ხშირად კეთდებოდა პედალირება რამდენიმე პროექტს გავუსვავდი ხას, ერთ-ერთი იყო რუსთავის მაგისტრალი. რა ეტაპზეა მისი მშენებლობა, რომ გვითხრათ, ბატონ დავით, და შემდეგ უკვე ვისაუბროთ თავად ციფრები, ყველაზე მეტად ციფრები მეტყოლებს ალბათ რა გაკეთდა, თქვენ ამაზე ყოველს გექნებათ საუბარი და მოკლედ რომ ეს სისტემაა, რომელზეც ყველაზე მეტად გამოიკვეთა წინა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების ბრალიულობის საკითხი, იმიტომ რომ თბილისი რუსთავის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდე
როცა არ იყო ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილი და სატენდერო პროცედურები არ იყო დასრულებული, საქართველოს პრეზიდენტმა და რამდენიმე თანამდებობის პირმა ეს გზა და მისი სამუშაოები საზეიმოდ გახსნეს და უკან მათ ედგათ ადამიანები, სამშენებლო ტექნიკა და ბუნებრივია გაჩნდა კითხვა თუ ვინ იყვნენ ესენი. გარდა ამისა, იქ მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებული და მიწის განუცხისებელი, მიწის ნუსხიდან ამორიცხვასთან დაკავშირებული პრობლემებიც იყო, არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი მუშახელის დასაქმების საკითხები სამშენებლო სამუშაოებში და ტექნიკური დოკუმენტაცია იყო ხარვეზები. შესაბამისად ჩვენ ტექნიკურ დოკუმენტაციას გადავხედეთ და გავასწორეთ ტექნიკური დოკუმენტაცია, ანუ დავაზუსტეთ, სად უნდა გაიაროს ავტომაგისტრალმა, სად როგორი ასე ვთქვათ ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს და ასე შემდეგ. ჩემი მოადგილე სპეციალურად გაემგზავრა მანილაში აზიის განვითარების ბანკთან, რომ ადგილზე შეთანხმებულიყო 100%-ით ადგილობრივი მუშახელის დასაქმების საკითხები და მე ამაყება რომ ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული კომპანია, მუშახელი რომელიც იქ დასაქმდება 100%-ით იქნებიან ქართველები, ხოლო საინჟინრო პერსონალი მინიმუმ 70% ასევე იქნება ქართველები. აქედან გამომდინარე ჩვენ საბოლოო თანხმობა მივიღეთ აზიის განვითარების ბანკისგან, გამოცხადებულია ტენდერი და 1 ივლისამდე არის სატენდერო დოკუმენტაციის შეტანის. რამდენი კომპანია შემოვიტანა თუ შეგვიძლია რომ გითხრათ, ანუ არიან მათ შორის როგორც ჩვენთვის ცნობილია ინტერესი არის ძალიან დიდი. ინტერესი არის ძალიან დიდი თუ ადრე საშუალოდ ესეთ ტენდერებში 2-3 კომპანია შემოქონდა განაცხადი 25 კომპანიაზე მეც ველოდებით ჩვენ. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა კომპანიებისა, რომლებმაც უკვე გაიტანეს სატენდერო დოკუმენტაცია იმისათვის, რომ მოამზადონ, შეავსონ და წარმოადგინონ 1 ივლისამდე. ანუ საკმაოდ მაღალი კონკურენცია იქნება. დიდი ნაწილი ამ კომპანიებისა, ვინც არის დაინტერესებული, არის უცხოური, იმიტომ რომ ადგილობრივი კომპანიები, რომელთაც მსგავსი დიდი პროექტების მართვის გამოცდილება გააჩნიათ, არის ძალიან ცოტა, რამდენიმეა. ესეთი კომპანია, ამიტომ ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობა აქ მაღალი არ იქნება, მაგრამ ვარაუდობთ, რომ რამდენიმე ადგილობრივი კომპანია შეიტანს ადგილობრივი კომპანიები ყოველთვის პრეტენზიას ბატონ დავით გამოთქვავდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ რატომ მაინც და მაინც უცხოური, როცა შეიძლება ჩვენც ჩავერთოთ და ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ განვახორციელოთ ეს პროექტი და ამავე დროს კითხავთ, რა იქნება ის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც იქნება განმსაზღვრელი იმისათვის, რომ კომპანიამ გაიმარჯვოს ამ ტენდერებში. ჩვენ გვაქვს თანაბარი პირობები, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიებისთვის დისკრიმინაციულ რეჟიმს ნამდვილად ვერ დავაწესებთ. სატენდერო პროცედურები აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისოდ მიღებული წესების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად ამ პროცედურებით ხდება ტენდერის წარმართვა და ამ პროცედურების შესაბამისად გამოვლინდება გამარჯვებული. ორი ძირითადი კრიტერიუმია, ეს არის შემოთავაზებული ფასი და ეს არის კომპანიის გამოცდილება და მართვა მსგავსი პროექტების რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ბატონო დავით ის რომ ძალიან ხშირად პრეტენზიები ჩინური კომპანიების მიმართ ისმის? არის ჩინური კომპანიების მხრიდან პრეტენზიები, იმიტომ რომ ჩინურ კომპანიებს შეუძლიათ სხვა კომპანიებზე უფრო იაფი ფასი დადონ. იმიტომ რომ ისინი მუშახელ შედარებით უფრო მცირეს უხდიან, გარდა ამისა თუ მათ შეუძლიათ რომ თავიანთი მუშახელი შემოიყვანონ, ისინი აქაც ეკონომიას ნახულობენ, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასე ვთქვათ, მათი მუშახელის ანაზღაურების დღიური თანხა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამას ჩვენი ადგილობრივი მუშახელი ითხოვს. თუმცა, რადგან ჩვენ დასაქმების მაჩვენებლები ჩავდეთ, აგრა 100% მუშახელისა უნდა იყოს ქართველები, ყველა ჩინური კომპანია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველა ჩინური კომპანია, რომელიც ჩვენს ბაზარზე მოქმედებს ან აქვს ინტერესი, არის სახელმწიფო კომპანიები, რა თქმა უნდა, მათ ზუსტად დგას სახელმწიფო, შეიძლება სახელმწიფო მათ აძლევს კიდეც სუბსიდიას, ან შეიძლება სახელმწიფო რაიმე ფორმით ეხმარება მათ და აქედან გამომდინარე ისინი შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ ვიდრე ადგილობრივი კომპანიები. ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენი კანონმდებლობა ანტიდემპინგური ფასების საკითხს არ ითვალისწინებს ჯერჯერობით, ასევე
მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის ჩვენთან მოუწესრიგებელი, ამიტომ ეს კანონმდებლობა რო იყოს მოწესრიგებული, ამაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს უკვე რო იყოს მოწესრიგებული, ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო თანაბარი საზოგადოებები ექნებათ, როგორც სახელმწიფო, ასევე ანუ არანაირი შეზღუდვა ჩინურ კომპანიებზე ვერ გავრცელდება კანონმდებლობიდან გამომდინარე. ანუ ჩვენი კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს და ვერ გავავრცელებთ შეზღუდვებს, ამას გულისხმობთ თქვენ. ვერ გავრცელდება, გარდა ამისა ის სატენდერო პროცედურები, რაც და წესები, რაც გააჩნია აზიის განვითარების ბანკს, ისიც არ ითვალისწინებს ამას. ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ ადგილობრივი მოსახლეობისგან მიწის გამოსყიდვის საკითხი. თუ შეიძლება, ალბათ ძალიან დააინტერესებთ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ იქნება მონაწილე, თუ შეგიძლიათ, რომ როგორ მოხდება რა ფასებში საბაზრო ფასის დათვლა, ან რა ფასებში მოხდება ამ მიწის გამოსყიდვა. რუსთავის არსებობს სპეციალური წესები, რომელიც შემუშავებული არის და დამტკიცებული აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს მიწის გამოსყიდვის სპეციალურ პროცედურებს. დაუშვებელია ვინმესთვის მიწის ჩამორთმევა, დაუშვებელია ვინმესთვის საბაზრო ფასზე ნაკლები ფასის შეთავაზება და ასე შემდეგ, როგორც წესი ხდება საბაზრო ფასებით შეთავაზება, არსებობს მოლაპარაკებების წესები, პროცედურები, არსებობს შესაბამისი ვადები და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ყველაფერი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან შესაბამისი პროცედურების დაცვით იქნება განხორციელებული და ჩატარებული. ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ეს პროცედურები ღია და როცა ვინმე მოგმართავს, ჩვენ ესეთ შემთხვევაში ჩვენ ამ რეგულაციებს გავცემთ და ეს ინფორმაცია საჯაროა, ამიტომ თუ ვინმეს ექნება ინტერესი, შეგვიძლია გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. და ბოლო კითხვა მექნება ბატონო დავით, იმასთან დაკავშირებით, რამდენი დაიხარჯა პირველ კვარტალში, როგორია ციფრები, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა და როგორი პარალელი შეგიძლიათ გაავლოთ წინა წელთან შედარებით. ჩვენ 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 36%-ით მეტი თანხა დავხარჯეთ. ეს თანხობრივად 75 მილიონ ლარს აღწევს. შემდგომი თვეებიც, ანუ აპრილი, მაისი, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წინსწრება გვქონდა, ანუ უფრო მეტი გვაქვს პროექტების რეალიზაციაში დახარჯული თანხები, ანუ იგივე წლევანდელი 5 თვე რო შევადაროთ გასული წლის 5 თვეს პროექტების თანხების ათვისების მაჩვენებელი გვაქვს უფრო მეტი, თუმცა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეც ვდგავართ ჩვენ პერიოდულად ხანდახან ხარვეზები გამოჩნდება ხოლმე, როცა ცალკეულ კომპანიებს ექმნებათ ფინანსური, მაგალითად ექმნებათ ცალკეულ კონტრაქტორ კომპანიებს ფინანსური პრობლემები, ისინი ასე ვთქვათ ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, ითხოვენ პროექტების შესრულების ვადის გადაწევას და ასე შემდეგ, ამიტომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩვენ ინდივიდუალურად უდგებით იმისათვის, რომ პროექტი არ შეფერხდეს, იქ სადაც ნახულობთ, რომ კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს. საუბარი იმაზეც, რომ ძველი დავალიანებები აქვთ დარჩენილი წინა ხელისუფლების მხრიდან იმ კომპანიების მიმართ. ძველი დავალიანებები აქვთ, ძველი დავალიანებები კი არა აქვს ხელისუფლებას კომპანიებისა, თვითონ კომპანიებს აქვთ ვალდებულებები მთავრობის წინაშე, ზოგს დარიცხული აქვს საგადასახადო ორგანოების მხრიდან გადასახადები და შესაბამისად საგადასახადო ორგანოები მათ ინკასოს ადებენ ანგარიშზე, როცა ჩვენ ურიცხავთ მათ თანხას, შესაძლოა ეს თანხა მათ ჩამოეჭრათ და ბიუჯეტში ჩაერიცხოს. ან ძალიან ბევრ კომპანიას აქვს კომერციული ბანკების ვალდებულებებიც, ანუ ბანკისგან აღებული აქვს ცესხი, შესაბამისად ჩვენს მიერ ჩარიცხული თანხა შეიძლება მათ ბანკმა ჩამოაჭრას და კომპანიამ ეს ვერ გამოიყენოს შემდგომი საქმიანობის გაგრძელებისათვის, იმიტომ რომ მას აქვს ბანკის ვალი. ამიტომ ესეთი შემთხვევები არის და როცა ჩვენ ვნახულობთ, რომ კომპანიამ შეიძლება ვერ შეასრულოს ვალდებულებები და შესყიდვების კანონმდებლობა გვავალდებულებს, ესეთ შემთხვევაში ჩვენ ვწყვეტ მათთან ხელშეკრულებას და ვაცხადებთ ხელახალ ტენდერს იმისათვის, რომ სამუშაოები არ შეგვიფერხდეს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და ღირებული იქნება ჩვენთვის, რომ პრობლემური კომპანიები რაც შეიძლება ნაკლები იყოს, თუმცა ჩვენ დასამწუხაროდ არც ისე ცოტაა ესეთი კომპანიების რიცხვი. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო დავით, გისურვებთ წარმატებებს. ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი კი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, თუმცა გადაცემა არ დასრულებულა, ვაგრძელებთ სხვა თემა გვაქვს ამჯერად გავრცელებული ინფორმაციით. საგადასახადო სამსახური